მე ხო ადამიანი ერთ მე ხო ადამიანი რაც ხო მე ხო ადამიანი ხია რა მე პრობლემა არა შენ კაცო აი ეს არის თუ კარნახო აი ბატონო ჩემს სიტყვას კარნახო პრეტენზია არ მაქვს კაცი გეუბნება პრეტენზია არ მაქვს და წარგილება დაწერა კარნახო გეუბნება რომ მოძრაობდი და გადამაკეთებინეო ეს გადააკეთებინე მე გიგანახე რომ გაჩერებული იყო მაგას რატო ყვირი ხარ რატო ყვირი ხარ მე გიგანახე რატო ყვირი ხარ ვაჩერები მანქანა დამთავრდა აბა რატო მეუბნებია რომ უკან ახლა შეჯახებ შედეგად მანქანა გადავა საჯარიმოზე დააჯერინე დაღზა გამარტება ჯერ რასია საჯარიმოზე გადავა დააჯერინე ასე თუ გადავა ჩაიგინეთო ჟურნალისტები მოვიჭე იმათ მისცემს ინტერვიუს როგორ დააწერინე და მე ხანიოდი კი ბატონო შენ გუშინ ჩაიგინე მე არ მინდა დავიჯერო რომ შენ ამას აკეთებ შენი მე არ მინდა დავიჯერო დედასკებიცე არ მინდა აი არ მაგასაც ούτε წარმოგედა თქვენს ყოჩა მაშინ ყოჩა ეს არის კანონობა კანონმდებლობა ამისთვის უნდა იგებოდეს ადამიანი როგორ შეიძლება ეს არ იყო შეჯახება რა შეჯახება იყო დაზიანება აქვს მანქანას რა დაზიანება მაჯახებას ყვანამდე საღებავი აცილილი ხო კი ბატონო რატო მიგღევართ მე იმას საბატო რატო დამაგიტება კიდე არ გაკეთება ეს რაზეა მაჩვენე მეც კი რა სამინისტრო რაზგია სამინისტრო არ გიმარტავ რატო ვალდებული არა ხარ რატო გამაჭერდა რატო მიგღევარ საჯარიმოზე მოხდა შეჯახება გადამყავს ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე რატოა შეჯახება კანონი არ უნდა კითხო გადაყვანა უნდა თუ არა კაცი გეუბნება პრეტენზია გეუბნება არ უნდა კითხო გადაიღო მოხდა შეჯახება всё გადამყავს პრეტენზია არა შენ რატო შეჯახება გადამყავს კანონიერად გადამყავს მე არ არსებობს ეგეთი კანონი უნდა კითხო უნდა კითხო მიმართეთ სამინისტროს დამისაღელე კანონი რა რესაბუძოზე რომელი მუხლია რომელი მუხლია არის შენას 120 მუხლი არ მიათე 120 მიათე კი გენაცვალი ახლოს ვიყავით ერთმანეთს და პროსტა აი წაუსვეს ერთმანეთს პროსტა სალკე წაუსვეს რა სხვა არაფერი და ტრაილერი დიდი რომ მოდიოდა გადმოვიდა ეს მარცხენა მხარეს და ანუ ერთმანეთს ტრაილერმა შექმნა თუ იმანო დისტანცია არ იყო ავტომობილებს შორის ხო არ იყო დისტანცია და ისე შეეხე ვერც გავიგეთ ვაფშე ვერც ეთქმა რა ხმა იყო უცხო და გასაგებია საჯარიმოზე იმის გამო რომ არის იდეო ხელახლა ესეთი იზა ეკაცმა ხვალე რომ კიდევ შეცვალოს ჩვენება და გაასაჭიროს რომ გასკეთ ჩვენება ამკაც ჯერ ჩვენება არ მოუწია თქვენ აგერ არის ჩვენება ხელი არ მოუწერია ხო და მაგაზე რასაც უნდა იმას დაწეს ხო და მაგას გეუბნები იმარტო ბატონო გელა რადგანაც ამკაც რომ მოაწეს ის იქნება ჩვენება და წინასწარ ჩვენებაზე რატომ ეს გაუგებრობა რომ მოხდა და რაც არის და როგორც არის მე რომ ავი დაინიშნება ექსპერტიზა თქვენს მართლები ჩვენ მეც კანონიერად ვიქცევი გავინახეს ეს პრეტენზია არ გვაქვს და ჩვენება ჯერ არც ეს თქვენთვის არ მომიწევს პრეტენზიები გქონდათ არც მე მომიწევს ამერემა დააფიქსირეს რა საუბარი იყო მე სული საფუძველი მაქვს გადავყვან საჯარიმო რა პრეტენზიები გქონდა არანაირი ამისაჩივრე თუ რამე გექნება არანაირი საფუძველი გადავყვან საჯარიმო სახედები გრაგებ უხერხულად ნუ ჩაიგდეთ მართლა გეუბნები თორე შენ თუ შეგწება მე ხვალე აი შემოხედავ თვალებში და შეგწება და გეუბნები დამიჯერე რა უხერხულად ნუ ჩაიგდებ და დაურეკე და ნორმალურად აუხსენი მაგხავით აი ამის გულისთვის მიყავ ჩემი მანქანა საჯარიმოზე ხო აი ამის როგორ არ აქვს მნიშვნელობა არც ერთს არც მეორეს პრეტენზია არ გვაქვს ჩვენ შევეხეთ ელემენტარულად ძალიან კარგად გვიშვებდით ერთის და მეორეც იმასაც კი ვეუნეოდით რომ ჯარიმაც არ იქნება არაფერიო როგორც კი შეამოწმეთ ჩემი მზაბუთები და გაიგეთ მე ვინა ვარ იმის მერე გახდა პრობლემა იმის მერე უნდა წავიდეს ეს მანქანა საჯარიმოზე ვინაიდან თქვენ კიდევ გაუკევლობაში ხართ და არიც მე არა ვარ გაუკევლობაში თუ ხომ გაუკევლობაში ხართ თქვენ იმიტომ რომ თქვენმა თანამშრომლებმა მომისმინებაში შემოგარგო თქვენმა თანამშრომლებმა როდესაც ჩვენ მანქანას ეს ინციდენტი მოხდა და გამაჩერეს მოვიდნენ ძალიან თავაზიანად დამელაპარაკენ და მითხრეს რომ არაფერი პრობლემა არ არის ამას დავწერთ ჯარიმასაც კი არ გადაიხდით და წავბრძანდებით როგორც კი ჩემი საბუთები ნახეს შეამოწმეთ და ჩემი სახელდაგვარი იმის მერე ატყდა ეს ამბავი რა როგორ მეკადრება ყველაფერი დაფიქსირებული და ყველაფერი გადაღებული აი აქ როდესაც ავტოფამზეში ხო ხდება ვინაიდან ძღოლები გასარკვევი ხო არის არა კაცო ვითარები
ავტოსაგზაო შემთხვევა საფოროს გავიგე, გააფორმეთ მე. კი ბატონო, მაშინ პრეტენზია აღარ გექნეთ თქვენ. არა მაქვს პრეტენზია, გეუბნები. არა, გქონდათ ჩვენთან რატომ იყავს და რატომ იყავს? მე პრეტენზია მაქვს რომ მანქანა რატომ იყავს? მანქანა შენი ერთ მდგომარეობაში არაფერი. ექსპერტი ხომ უნდა დაინიშნოს, არა ექსპერტი ხო? გადმოვა და ვანჭი. ამას უფლება აქვს ეს იმიტომ რომ არის რა მნიშვნელობა აქვს ოპერატორია და მუშაობს ეს ოპერატორია და მუშაობს ეს რა ვიზე მეუნე პოლიციელზე მეუნე ვითარდება დღას აი მომწერი ხე მოწერია ხო ეს აქ თითქმის ყოველთვის საცობია მანქანები ნელი სიჩქარით მოძრაობდით ეხლა ზუსტად არ მახსოვს მე რა სიჩქარით მოძრაობდით ნელა მოძრაობდით და უბრალოდ შემომესმა მარჯვენა მხრიდან რაღაც პატარა ხმა და მოვიხედე ეს წვანი მანქანა იქნა ჩემს გვერდით. ეტე არაფერი რო გავჩერდით. ანუ შეჯახება თქვენ მოახდინეთ რომ წვანი ავტომობილია. არა, შეჯახება არ მოგვიხდენია. შეჯახებაც არ ყოფილა, უბრალოდ გვერდით მოძრაობდით და რაღაც მომენტში სულ უკიდურეს მარჯვენა მხარეს იდგა სატვირთო ავტომობილი, ის დაიძრა. ამ ძღოლმა ეთყობა ინსტინქტურად მარცხნივ აიღო ჩემსკენ საჭე და მოახდინე შემეხა უბრალოდ. შეჯახება არ ყოფილა. შეხება. თქვენ მარტო იყავით ავტომობილში? არა, მარტო არ ვიყავი. მეც მახვდა მძღოლი და მასაც ახვდა მძღოლი. გასაგებია. ზავი. ხომ არავინ დაშავებულა თქვენიდან ან მეორე ავტომობილიდან? არავინ არც ჩემს ავტომობილში და არც მეორე ავტომობილში არავინ დაშავებულა.